კათარზისის ჰიმნი. თავდავდგეთ ფეხზე. ოცნებების ახდენის, ცეკვას სიმღერის, სითბოსა და სიყვარულის გაზიარების დღე. ეს 1 ოქტომბერია, თარიღი, როცა კიდევ ერთხელ ვახსენებთ ყველაზე ძვირფას ადამიანებს, ჩვენს ბებიებსა და ბაბუებს, თუ რამდენად გვიყვარს ისინი და რამდენად მნიშვნელოვანია მათი არსებობა ჩვენს ცხოვრებაში. 1 ოქტომბერი მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნა სათნოების სახლმა კათარზისმა. ღონისძიებაზე ორგანიზაციის ბენეფიციარებმა მუსიკალური ნომრები შეასრულეს. თითოეულის სახე სიყვარულით, მოგონებებით და იმედით იყო სავსე და სხვადასხვა ისტორიას ყვებოდა. საქართველოს და მსოფლიო ყველა ხანდაზმულს, განსაკუთრებით ჩვენს ბებიებს და ბაბუებს ხადია ულოცავ ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს. წელიწადში ერთხელ აღინიშნება ყოველთვის 1 ოქტომბერს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს დღე გავუხადოთ სადღესასწაულო. გარდა ამისა მოწვეული სტუმრები ყავს, ნახავთ ახალგაზრდები, თქვათ ძალიან მნიშვნელოვანია ხანდაზმულების და ახალგაზრდების, ბავშვების თანხვედრა ასეთ დროს და თქვათ მათი დაფასება და გათვალისწინება. ბენეფიციარებმა, რომლებიც აქ ვიმყოფებით და ვართ, გვინდა რომ ვაჩვენოთ ჩვენი თვითშემოქმედება და მინდა რომ პირჯვის გადაწერის შემდეგ ყველას უსწრებს მშვიდობა, სიკეთე და ბედნიერება. მე ჩოხოსანი ვარ, 40 წელია ჩოხოსანი ვარ და მინდა აქვე თქვა რომ მე სამების საკათედრო ტაძარში ბავშვებს ვასწავლი 6 წლიდან 13 წლამდე სიმღერას, გალობას და მეტყველებას. გახარებული და ბედნიერი ვარ მე. ღმერთო, მშვიდობა იყოს, სიკეთე და პატრიარქის მადლი ყოველთვის გადაცემოდეს ყველა ჩვენგანს. სიყვარულითა და სითბოთის სავსე გარემოში სტუმრები ერთმანეთს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს ულოცავდნენ და კეთილსურვილებს უზიარებდნენ. მიულოცავ ჩვენ ხანდაზმულობს დღევანდელ დღეს დიდი სითბო და სიყვარული არის აქ სულის ზეიმი არის მე მიხარია რომ აი ამ ადგილზე გადახედეთ ახალგაზრდები რომ მობრძანდით ეს ყველაზე მეტად დასაფასებელია ჩვენი ულამაზესი ეზო ჩვენი ულამაზესი საყვარელი მეგობრები აქ ხანდაზმულები მათ უხარიათ ჩვენ გვიხარი აქ მომღერლები ვინც ვართ მათ რო უხარიათ და პირადად მე ბედნიერი ვარ დღევანდელ დღეს რომ აი ასეთი ღონისძიება მიმდინარეობს და მე როგორც მომღერალი ისე ვღებულობ მონაწილეობას. ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ სხვათა შორის. არა მარტო ხელოვნებას, ძალიან ბევრ რაღაცისთვის, აი, მადლიერი ვარ, მე პირადად ძალიან დიდი მადლიერი ვარ. და დღეს არის აი მიძღვნილი ამ დღესთან დაკავშირებით და თქვენს დიდ მადლობას გიხდით ამისათვის. იმ ხლისაო საბჭოთა კავშირის კარგად მახსოვს და მაშინ იყო სხვათა შორის 93-ის იქიდან იწყებოდა ხანდაზმულობა. ეხლა არ ვიცი როგორაა. მე თვითონ 73-ის ვარ და ალბათ 20 წლის მერე მეც შევუერთდები ამ ხანდაზმულთა რა ქვია კოჰორტას. ხანდაზმულს რა უნდა უსურვო, რა თქმა უნდა ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე. საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირი კათარზისი 1990 წელს ზაურ ოლე გალადაშვილის ინიციატივით დაფუძნდა. ორგანიზაცია სრულიად უსასყიდლოდ სხვადასხვა სახის მომსახურებას სთავაზობს სოციალურად დაუცველ ხანდაზმულებს. კათარზისის სამსახურები ამჟამად აერთიანებს პირველად სამედიცინო მომსახურებას, სასადილოს, სპორტულ და სარეაბილიტაციო სამსახურებს. კომპლექსში ფუნქციონირებს ხანდაზმულთა დრამატული თეატრი, ფოლკლორული და მუსიკის გუნდები, ინტერნეტ კაფე, საბინაო პრობლემების მქონე ქალბატონთა თავშესაფარი, სამლოცველო და სხვა.